გამარჯობა თქვენ უყურებთ ინფორმატორის ჟურნალისტებთან ერთად ახალ ამბებს ვლადიმერ ჯაოშვილი გაგაცნობთ. მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად ყველა ტაძარში წირვა ლოცვა აღევლინება. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დეკანოზმა ამირანმა ღვთისმსახურებთან ერთად აღავლინა ჭიათურაში მშენებარე საკათედრო ტაძარში. ანდრია პირველწოდებული, მიტომ ქვია რომ პირველად ანდრია პირველწოდებული შემოვიდა და იქადაგა საქართველოში. მოკლედ რომ გითხრათ, ეს თوار დიდი ისტორია აქვს მას. მასე მთელი ქართველი არის დაგრძნობილი. მასე ვლოცულობ თითეული ჩვენთაგანი და გვინდა რომ ანდრია პირველწოდებულმა როგორც ადრე განაბრწყინა საქართველო, ისე მოგვეხმაროს დღესაც და გააბრწყინოს მთელი საქართველო. დააყენოს ფეხზე, გააერთიანოს ჩვენი ერი და მისცეს ხმა უფალს ჩვენმა ერმა ანდრია პირველწოდების შემწეობით. აესროს ყველა მრავალს, გააერთიანდეს ჩვენი საქართველო, მშვიდობა ყოფილიყოს, სიყვარული, ერთობა მთელ საქართველოში. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედა ღვთისა მოუწოდა და ამ ცნობილ წმინდა ანდრიას მის წილხვად ქვეყანაში უნდა ეკადაგა. იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდ აჭარაში შემოვიდა. წმინდა მოციქულს თან ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომლითაც უამრავი სასწაული აღავლინა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ქალაქში აიგო ესეთი დიდებული ტაძარი, რომელიც ატარებს ანდრია პირველწოდებულის სახელს და მოხარული ვარ, რომ აქ დაიწყება წირვა-ლოცვები და შევძლებთ აქ მოსვლას ქალაქის მოსახლეობა. ძალიან დიდი საქმეა გაკეთებული, დიდ შეჭიდებულია მამამირანი. ღმერთის წყალობით დაასრულებს. და უზარმაზარი ტაძარია, ძალიან კარგი ტაძარია. და მოხდი ისე რომ წამოვედი ჩემი მეზობელია, მე დავითნე და გადმოვიყვანე აქ და მინდოდა დავსწრებოდი ამ პარაკლის ანდრია პირველწოდებულის სცენების დღეს და მოყოფილი ვარ რომ მოხდი დღეს აქ ამ ტაძარში. მოსახლეობის თქმით, ტაძრის ქალაქის ცენტრში აგება მათთვის დიდი სიხარული და მადლია. 3 წელს უკან დაიწყო ეს მშენებლობა, რა თქმა უნდა, ფუნდამენტიდან ნახვარ ავედით თითქმის მწვერვალზე. ძირითადი გუმბათი მწვერვალი შენდება 4 მეტრო ჩასასხმელი უმაგ და 1-4 მეტრო კიდე მის შემდეგ რო ჩაესხმება დასადგმელია და გუმბათიც დაიდგმება და ნავთარდება ამ მშენებლობა სადღაც 2 თვეში. თქვენ შეხედეთ რომ ადამიანებმა გაიგონეს თუ არა ზარისხმა შემოვიდნენ აქ და მე მგონი ეს ტაძარი ჩქარე გავისება ჩვენი მართლმადიდებელი მრევლით. უფლის და ჭიათურელი ხალხის დახმარებით მე მგონი ჩქარე ავალ ბოლომდე და დავამთავრებთ ამ ტაძარს. დამთავრებით ჯერ არ მოგახსენოთ, ბევრი გვაკლია, მაგრამ გულიც ბრწყდება რომ ისედაც არ შემოდიან ხალხი არ აინტერესებს. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 13 დეკემბერი წმინდა მოციქულის აღსრულების დღეა. 12 მაისი კი წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე. იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე პირველი სამუშაო ვიზიტით ჭიათურის მუნიციპალიტეტს ეწვია. ვიზიტის მიზანი 2015-2016 წელს მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების გაცნობა იყო. იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. პირველად საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ. ჭიათურაში გაერთიანებული საბავშვო ბაღის 3 განყოფილება, მესამე, მეოთხე და მეშვიდე განყოფილებები რემონტდება. გამოყოფილი თანხა კი 425,000 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს მშენებელი 21 ასრულებს. 3 ბაღის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს ჭიათურის სამ სოფელში. დაახლოებით 500,000 ლარზე მეტი არის გამოყოფილი და სამუშაოები მიმდინარეობს ვადებში. შეიძლება ითქვას. ასევე ნახეთ რეაბილიტაციის პროექტის, გზის რეაბილიტაციის პროექტი და დაახლოებით 5 მილიონი არის გამოყოფილი. დიდი ნაწილი უკვე შესრულებული არის ამ სამუშაოსი. წლევანდელი წელი თლიანად იმერეთის მასშტაბით საბავშვო ბაღებისადმი განსაკუთრებული ყურადღების წილად არის გამოცხადებული და ათეულობით ბაღი რეაბილიტაცია მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებში და ახალი ბაღების მშენებლობა და დარწმუნებული ვარ, როგორც ითქვა შეხვედრაზე მშენებლებთან, რომ ბავშვთა საერთაშორისო დღისათვის 1 ივნისისათვის აღნიშნული ბაღების რეაბილიტაცია უკვე დასრულებული იქნება. ეს მრავალეტაპიანი მშენებლობებიანი მშენებლობა არის აღნიშნული საბავშვო ბაღების
არის. მომავალ წელს უკვე მოხდება სრულად დასრულება აღნიშნული პროექტების. ჩვენს პატარა ჭიათურლებს უკვე ეკნებათ გარემონტებული ბაღი, სადაც ადვილად შეძლებენ სწავლა-განათლების მიღებას. ასე რომ მიულოცავ ჭიათურას ესეთი ამდენი ახალი პროექტის განხორციელებას და იმედი მაქვს, რომ კიდე ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდება ამ რაიონში. საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოების ფარგლებში იცვლება კარფანჯრების, სახურავის, ძველი წერტილები და მონტაჟდება გათბობა. სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ცუდი პირობები იყო, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, ფასადი დანგრეული, სახურავი გადახდილი, წყალი ჩამოდიოდა შენობაში. კანალიზაცია, წყალი მოუწესრიგებელი, ახლა ეს ყველაფერი გაკეთდა. და მე მგონი რა ვიცი, მარტო შიგა სამუშაოები დარჩა, სარემონტო სამუშაოები და მე მგონი პირდებია რომ ესეც გაკეთდება. ნაწილი საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია გავაკეთეთ, ნაწილი წელჩაისვა, ამასთან ერთად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვახდენთ და ფინანსებას, ასე რომ ვთქვათ, სხვა ბაღებისას და ამასთან ერთად რაც ყველაზე მთავარი არის და მნიშვნელოვანი არის სოფლებში მისასვლელი ცენტრალური გზები, რომელიც ზოგიერთი გარდამავალი პროექტი იყო, ზოგიერთი კიდევ წელს დაიწყო და მომავალ წელს რა თქმა უნდა ესენი ყველა დასრულდება. და მე ვფიქრობ, რომ რაიონისთვის ზოგადად ძალიან კარგი საქმე კეთდება, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც 2000 წლის განმავლობაში უგზოობას, ესე რომ ვთქვათ, განიცდიდა და მიუვალი სიტუაცია ხდებოდა სოფელში, დღესდღეობით ფაქტიურად ეს გაუმჯობესებისკენ მინდის. ბაღებში სამუშაოები 1 აპრილს დაიწყო და 1 ივნისამდე დასრულდება. ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭიათურას ოდის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს გელ ინვესტი ასრულებს. დაიწყო 17 აპრილს, მაგრამ შეჩერებული ვიყავით, იმიტომ რომ მოსახლეობა იყო გამოსული და გადაკეტეს გზა, ითხოვდნენ გზის დაწყებას ბოლოდან, ქვევიდან, დარკვეთის მოსახვევიდან. ჩვენ დავიწყეთ დარკვეთ მაღაროს, დარკვეთის მაღაროდან ზევით, ითხოვდნენ ქვევიდან და გადაწყდა უკვე ეს საკითხი და უკვე ვიწყებთ ქვევიდან. ამ მომენტში ვიყავით 3 კვირის განმავლობაში ვიყავით გაჩერებული. ამჟამად ხდება ზედაპირის გასუფთავება, ჩამონადენი გრუნტისგან. და რამდენიმე დღეში დაიწყება მოღორვა. კეთდება სანიაღური არხები, იწყობა მილები. ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში თათბირი გაიმართა. მოგვიანებით იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული საჯარო მოხელეებს შეხვდა და მათგან 4 თვის ანგარიში მოისმინა. შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გახსნა. სულხან მახადაძემ ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო საბაგირო გზის მშენებლობას, კაცხისვეძე ტურისტული მარშრუტის მოწყობასა და პერევისასვერი გეზრული საავტომობილო გზის მშენებლობას. მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ესეთი შეხვედრები, რამე თუ ადგილზე სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა სამსახურებთან ერთად, საგრებულოსთან ერთად და საზოგადოების წევრებთან ერთად ხდება ყველა იმ საკითხების განხილვა, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის და სასოფლო მნიშვნელობა აქვს. და ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, განხილული იყო, ასევე ბატონმა გივიმ ხარდაჭერა აღვიქვა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ადგილობრივ დონეზე ვერ წყდებოდა, ამასთან ერთად ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმებით ეს პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. შეხვედრაზე სულხან მახადაძის შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ბიუჯეტის 4 თვის მონაცემებზე ისაუბრა. ბიუჯეტი, დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენს 9.214.000 ლარს. 4 თვის მონაცემებით არის გაზბილი 15.592.368 ლარს. მუნიციპალიტეტის ფაქტიურმა შემოსავლებმა 2015 წლის ბიუჯეტში 4 თვის ანგარიში შეადგინა 4.698.000 ლარი. შესრულებულია გეგმა 109%-ით და თუ ადგილობრივ ნაშრ რაც წინასწრიდან გამოყვა იმ პროცენტის ჩასვით თუ იმ პროცენტს არ გავითვალისწინებთ, ფაქტიურად ბიუჯეტი შესრულებულია 126%-ით. შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ეს არის ხუთი მიმართულებით გზის სამუშაოები. აგრეთვე რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან ჩვენ წელს ვაფინანსებთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას. გამომთამყა შეადგენს უკვე სამუშაოები მიმდინარეობს 224.999 ლარს. ფაქტიურად სამუშაოების 70-80% უკვე დასრულებულია. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისათვის გათვალისწინებული თანხა გაიზარდა. ის 8-9,000 ლარს შეადგენს.
100,000 ლარი არის განსაზღვრული ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამისთვის, ხოლო 7,900 ლარი განსაზღვრულია სოციალური პროგრამებისთვის. აქ აქცენტი გაკეთდა ახალ პროგრამებზე, რომელიც მანამდე არ არსებობდა და დაიწყო 2015 წელს. ეს არის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, სამკურნალო საოპერაციო ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა, ჰემოდიალიზ დაქვემდებარებულ მოქალაქეთა დაფინანსების პროგრამა, ასევე უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის უსინათლო პირთა თანადაფინანსების პროგრამა, ასევე არის მარჩენად დაკარგულ პირთა 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება. 4 თვის მონაცემებზე ისაუბრეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსებმა, სოკარგაზისა და ენერგოპრო ჯორჯიას ჭიათურის სერვის ცენტრების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე იმყოფებოდა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი. მან ჭიათურაში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა სასმელი წყლისა და საავადმყოფოს არარსებობის პრობლემებს. კარგია რომ ინფორმაციას ისმენენ, კარგია რომ ხდება ახლა ძირითადად რაც მოვისმინეთ წარმატებებზე ლაპარაკი, მაგრამ ბევრია შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებზედაც უნდა იყოს ღიად საუბარი, რადგან თუ ამ ასეთ საკითხებზე ჩვენ ვერ ვიმუშავეთ და ვერ ვილაპარაკეთ და შემდეგ ვერ ვიმუშავეთ, ის არ გაკეთდება ის საქმეები ისე როგორც უნდა კეთდებოდეს და როგორც ჩვენ გვინდა და როგორც მოსახლეობას უნდა ძალიან მძიმე საკითხები მუნიციპალიტეტისათვის, რომლებიც შეიძლება დაიყოს და ცალკე იქნეს მოსმენილი. აქ იქნება ეს თუ ქუთაისში ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან გუბერნატორის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი რგულია მუნიციპალიტეტსა და მთავრობას შორის. შეხვედრას ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მარტო ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს იმის საშუალება, რომ თვითონ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მის წინაშე მდგომი ყველა პრობლემა. ამ პრობლემების განხორციელებისათვის და გადაწყვეტისათვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა და ზუსტად ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი რგოლია იმერეთის გუბერნატორი და სამხარეო ადმინისტრაცია და დღეს ბატონ კივის გავაცანით ის პრობლემები, რაც გადაწყვეტაში გვჭირდება ჩვენ მისი მხარდაჭერა, ამ პრობლემების მიტანა მთავრობამდე და მისი გვერდში დგომა, რათა ის აქტიურად დაუდგეს ჭიათურს და ჭიათურის მუნიციპალიტეტს და დაგვეხმაროს ჩვენს წინაშე მდგომი პრობლემების გადაწყვეტაში. არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო იმ თვალსაზრისით, რომ განვლილი მუშაობის შედეგები სწორად იყო წარმოჩენილი და ძალიან სიღრმისეულად. ყველა მსმენელი ალბათ დარწმუნდა იმაში, რომ ბევრი საქმე სასიკეთო კეთდება და მომავალი ამოცანებზედაც ბევრი იქნა საუბარი და პერსპექტივაში ჩანს კიდევ უკეთესი მომავალი. იმერეთის გუბერნატორმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ძალიან ბევრი პრობლემები არის დაგროვებული იმერეთის ამ მუნიციპალიტეტში, ჭიათურაში. მოგეხსენებათ, რაოდენობის შემოსავალი უნდა ქონდეს ამ რაიონს და თითქმის შემოსავალი არ გააჩნია. ეკოლოგიური პრობლემებია ძალიან ბევრი, აი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგება, შეიძლება ითქვას. ჭიათურა სასმელი წყლის პრობლემა აქვს ისეთი, რომ არც ერთ მუნიციპალიტეტში არის ალბათ საქართველოში და საცრაპოთ არის მისახედი და გადასაჭრელი ესა. ასევე მისახედი არის საავადმყოფოს შენობა აქ, თავიდან არის ასაშენებელი უფრო სწორად. ძალიან ბევრი საქმე არის გასაკეთებელი და ყველა მიმართულებით, განათლების მიმართულებით, კულტურის, ხელოვნების, სპორტის მიმართულებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ყველაფერზე ვისაუბრეთ და დაასახოთ მიზეზები. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული შეხვედრები ასეთი სტილით ორგანიზება მნიშვნელოვანია როგორც ადმინისტრაციისათვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის, სადაც უშუალოდ ადგილებზე ხდება პრობლემების განსაზღვრა და მომავალი საქმიანობების დაგეგმარება. ამით სახელმწიფო რწმუნებულმა ჭიათურაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობამ წელს დაარსებიდან 150 წელი აღნიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აქცია მოაწყვეს წითელი ჯვრის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და მოხალისეებმა. 8 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყოველწლიურად აწყობს წითელი ჯვრის კვირეულს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებით არის დატვირთული. უკვე 10 წელია საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მოხალისეებთან ერთად ამ დღეს საჩხერის სამშობიარო სახლს სტუმრობს. დღევანდელ დღეს რამდენი ბავშვი დაიბადება, ულოცავთ წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად ამ დღეს. ასე ტარდება დღევანდელი დღე მთელ საქართველოში და მსოფლიოში. დღევანდელ დღეს მსოფლიოში აღნიშნავენ საქართველოს წითელი ჯვარი კი
გუდვილში მიდიან და დღევანდელ დღეს ვინც რას იყიდის შეაგროვებენ იმ ნაყიდობით და მიუტანებენ გაჭირებულებს იმ შეგროვილ პროდუქტს და მე ყოველთვის ეს ამაკ დევიზად რომ დღევანდელ დღეს ეს ღონისძიება ჩავატარო. საჩხერის სამშობიარო სახლში 8 მაისს 4 ახალშობილი, 3 ვაჟი და 1 ქალი დაიბადა. ახალშობილებმა და მათმა დედებმა წითელი ჯვრის საჩხერის რაიონული ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქრები მიიღეს. დაიბადა 3 კილო 59 სანტიმეტრი და დავარქვით ლიზა. ბედნიერი ვარ ნამდვილად, ძალიან ნერვიულობდი მეშინოდან და თან გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჯერ უფროსი გოგო მყავს და ეხლა ბიჭი შემეძინა. მოხალისეებმა საგანგებო საკონცერტო ნომრებით იზრუნეს ახალშობილთა დედების განწყობაზე. ყოველთვის მხარში მედგას მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება და ისინი ჩემთან ერთად ყოველთვის მოდიან თავიანთი სიმბოლური საჩუქრით და გამგებელმაც გამოუგზავნა საჩუქარი, საკრებულომაც თავიანთი წარმომადგენლები გამოგვატანეს. მოხალისე მყავდა ქალბატონი ნანი ენოქიძე თავისი ბავშვებით, ეს მოხალისე ბავშვებით, რომელმაც ლექსები მიუძღვნეს ამ პატარებს და დედებს. წითელი ჯვრის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ორგანიზაციის მხარდამჭერები არიან და მათ ყველა აქტივობის განხორციელებაში ეხმარებიან. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობამ წელს დაარსებიდან 150 წელი აღნიშნა. საქართველოში ოფიციალურად 113,000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული. ყრუთა კავშირის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 1% ყრუდა სმენა დაქვეითებულია. მათი საზოგადოებაში რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად კიდევ არაერთი საერთაშორისო ვალდებულება აქვს აღებული. რა ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით მთავრობამ და როგორ აფასებენ მას სპეციალისტები და თავად სმენა დაქვეითებულები, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. კოკა მუმლაძეს დაბადებიდან სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კომუნიკაციის სირთულის მიუხედავად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ამბობს, რომ სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა უჭირს. ყურებს ყოველთვის და ყველგან ჭირდებათ თარჯიმანი. დასაქმების საკითხები იქნება განხილების თუ ნებისმიერი მომსახურებების. პრობლემები არის, მაგრამ ძალიან აღნიშნავ იმას, რომ მეტროში ჩვენ ხო არ გვესმის კარგად და სადგურები რო ცხადდება, აუცილებელია ტიტრები იდოს რომელი სადგურია. ჩვენ ვითვლით. კოკა ერთადერთი არ არის, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს. სახელმწიფოს მათი რეაბილიტაციისთვის გაეროს 2006 წლის შშმ პირების კონვენციის რატიფიცირებით და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არაერთი ვალდებულება აქვს აღებული. AS12-ის SMS სერვისისა და ვიდეოზარის დანერგვის შემდეგ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ყრუდა სმენა დაქვეითებული პირებისთვის დისტანციური პროგრამა ამოქმედა. დღემდე ყრუდა სმენა დაქვეითებულ ადამიანებს იმისათვის, რომ სხვადასხვა განაცხადი ჩაებარებიათ პირადობაზე, პასპორტზე, თქვა დაბადების მოწმობაზე და ასე შემდეგ, ესაჭიროებათ თარჯიმნის მოყვანა. დღეისათვის ეს აღარ ჭირდებათ. აღნიშნული გულისხმობს Skype-ის მეშვეობით ოპერატორთან დაკავშირებას, სადაც მომხმარებელს სპეციალურად პროფესიონალი ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მოემსახურებიან. დასმენა დაქვეითებული ადამიანები როცა მიდიან ძალიან დიდი პრობლემებს ხვდებიან, თარჯიმნის გარეშე ვერ შედიოდნენ ვერასდროს. უამრავი კითხვაა და ეხლა უკვე ეს სერვისი არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობენ ყრუთა კავშირში. ამასთან მაია მეტონიძე აქცენტს იმ მოუგვარებელ პრობლემებზე აკეთებს, რომლებიც ყრუდა სმენა დაქვეითებული პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად აუცილებელია. ასოცირების ხელშეკრულებაც ხომ ეს სახელმწიფოს ნებაა, ხო? ანუ გათვითცნობიერებული ჰქონდათ ყველას, რომ აი რატიფიცირება უკვე გამოიწვევდა ძალიან ბევრ ვალდებულებების აღსრულებას. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე დასაქმების კომპონენტი, გავიარეთ ტრენინგები, თუ როგორი ურთიერთობა უნდა დავამყაროთ დამსაქმებელთან, რომ დავაინტერესოთ დამსაქმებელი. მაია მეტონიძეს ეთანხმებიან საპარლამენტო ოპოზიციაში. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ყრუდა სმენა დაქვეითებული პირების რეაბილიტაციისთვის მათი ეკონომიკური უზრუნველყოფა აუცილებელია.
რა თქმა უნდა, დასაქმება დარჩება პრობლემა ზოგადად მოსახლეობისთვის და მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხანდახან მეტი პირობების შექმნა ესაჭიროებათ იმისთვის, რომ დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი სამუშაო ბაზარზე საქართველოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ რეალიზებულები, ეს ადამიანები უნდა იყვნენ ჩვეულებრივი ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენი საზოგადოების წევრები და პირველი რაც მათ ჭირდებათ ამისთვის არის ის, რომ ისინი იყვნენ ეკონომიკურად უზრუნველყოფილნი. ხელისუფლებაში შეშმო პირთა რეაბილიტაციისა და დასაქმებისთვის გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობენ. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ყრუდასმენად დაქვეითებულ პირებს ამ მიმართულებით სამუშაოების გააქტიურების პირობა მისცა. და რა თქმა უნდა მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული რომ რჩება ძალიან ბევრი პრობლემა რომელიც საჭიროებს გადაჭრას დროულად, მაგრამ აქ ის უნდა გავითვალისწინოთ რომ რა თქმა უნდა წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემების ერთბაშად ერთ დღეში მოგვარება რა თქმა უნდა პრაქტიკულად შეუძლებელი არის და ამას ჩვენ ვერ მოახერხებდით. ცნობისათვის საქართველოში ოფიციალურად 113,000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული. ყრუთა კავშირის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 1% ყრუდასმენად დაქვეითებულია. მსოფლიოში მათი რიცხვი კი 362 მილიონზე მეტია. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლის თავს ჭიათურაში კვირეული მიეძღვნა. 9 მაისისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დირექტორის მოადგილის აზა ბიწაცის მიერ ორგანიზებულ საღამოზე 1941-1945 წლების ისტორია გააცოცხლეს. მტერი ყოველთვის დამარცხდება, სიცოცხლე იმარჯვებს სიკვდილზე და ეს იყო ამის სიმბოლო, რომ ეხლა ძალიან ცოტანი რომ დაგვჭენ მოსაფერებელი ადამიანები, რომლებიც ომის ვეტერანები იყვნენ, მათ მოვფერებოდით და გვენახა ისინი. მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთან დაკავშირებით ვიხსენებთ იმ დაღუპულ ჯარისკაცებს და მეორე მსოფლიო ომის სიმძაფრეს, სიმწვავეს, რამაც ძალიან წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჭიათურელი მებრძოლებიდან ამჟამად ცოცხალი მხოლოდ 25-ია. ღონისძიებაზე ყველა მათგანი საპატიო სტუმრად მიიწვიეს, თუმცა მისვლა მხოლოდ ორმა ლავრენტი ენუქიძემ და დიმიტრი კუბატაძემ შეძლო. მოწვეული იყვნენ ასევე გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის წევრები და ოთარ მაჭავარიანი, რომელიც ომის დროს 15 წელს ახალგაზრდა იყო. ახლა ის გავლილ რთულ პერიოდს ჩვენთან საუბარში იხსენებს. ხარატად მუშაობდი და ისეთ დავალება მქონდა ხანდისგან არც უცოდი საბრძოლო რაღაც ნაწილები იყო იმნაირ რომელიც ომისთვის იყენებდნენ. ისე ჩარხავდით მინებს ეძახდნენ ამას ვინც ის რამდენი გერმანელი ფაშისტი გაანადგურა ჩემმა გამზადებულმა მინებმა და მონაწილეობას ვღებულობდი ფრონტზე. სიმემდგომარეობაც ბევრი განიცადა და სიხარულეც ბევრი. გამარჯვებას ვაღწევდით ზედიზე. ბრძოლაში ვღებულობდი მონაწილეობას უნგრეთში, ავსტრიაში, იუგოსლავიაში. ომი დამატავრე მაიორის ჩინეთ სამედიცინო სამსახური მაიორი ვიყავ. მსახურობდი სატანკო ნაწილში. მოტოსროლელი ბრიგადის ეკიპა. დაჯილდოებული ვარ 3 ორდენით, 18 მეტლით. წარმოდგენილი იყო ომისა და გამარჯვების ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟი. საღამოს ცენტრალური ბიბლიოთეკის სხვადასხვა გაყოფილების თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი მაია ტყემალაძე ესწრებოდა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე, რადგანაც ჩვენმა თანამემამულეებმა, მართლაც გმირმა ადამიანებმა თავი შესწირეს სამშობლოსათვის, მამულისათვის. სისხლი დათხრიეს, რომ დღეს ჩვენი სამშობლო ქონოდა და მაგალითები მისცეს მათ მომავალ თაობებს, როგორ უნდა გმირობა სამშობლოს სიყვარული. საღამო მეორე მსოფლიო ომის 70 წლის თავს ეძღვნებოდა. მასში ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს გმირთა და დიდების მემორიალები ჭიათურასა და საჩხერეში. დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჭიათურაში ვეტერანებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ აღმართულ მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობდნენ. ყველა უნდა გაუთხილდეთ ამ ადამიანებს, ამეთ თუ დღეს ნამდვილად ბევრი აღარ აქვს შემორჩენილი, ესენი არიან ცოცხალი მემატიანეები ჩვენი ქვეყნის. ჭიათურაში ყავს 25 ომის ვეტერანი, რომელთაც ნამდვილად
ვალია ჩვენი რომ პატივი მიიღოთ ამ ადამიანებს, მოეფეროთ, სიცოცხლე გაუხანძლიოთ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა რა თქმა უნდა ჩვენს გარკვეული ყურადღება გამოვიჩინეთ. ეს არ არის რა თქმა უნდა ის რაც მათი ესე რომ ვთქვათ დიდი ბრძოლის შრომის ფასად არის, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა სიმბოლურად რომელიც ჩვენ გადავეცით 500 ლარის ოდენობის ჯილდო გაუკეთეთ. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად გამართული ღონისძიებები ჭიათურაში მთელი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. 9 მაისს კი სამხატვრო სკოლაში საბავშვო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო თემაზე ბავშვების თვალით დანახული ომის საშინელება. ბავშვები ძალიან ნიჭიერი ბავშვებია, დღეს მოიტანა UNICEF-ზე ამ თემაზე, სამხატვრო ომის თემაზე ჩანახატები, რომელიც აბსოლუტურად პროფესიულ დონეზეა, ამაზე საუბარია ვშურაც. ხო და პროფესიულ დონეზე არის გაკეთებული ეს ჩანახატები. ხატვრო სკოლის მოსწავლეობა უკვე 3 წელი, დღეს არის 9 მაისი და გვინდა და წარგვედგინა ნამუშევრები ომის თემაზე. მაგრამ აქ არის წარმოდგენილი არა მარტო ომის თემაზე ნამუშევრები, არამედ ყველა ნახატი, რომელიც აქ დაიხატა. რამოდენ იმას ვიცნობ და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, ასე მადლობა გადავუხადო სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელობას და ყველა პედაგოგს. წარმატებები უსურვო მათ თითოეულს. და მასალ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ზუსტად აი ამ სამხატვრო სკოლის დავიწყეთ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. გარდა იმისა, რომ მათ სახელმწიფო გადასცემს ჯილდოს 1000 ლარის ოდენობით, ჩვენმა მუნიციპალიტეტის გამგეობამაც მოუმზადა მათ საჩუქარ და თითოეულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით. ძალიან საინტერესო ღონისძიებები იქნება დღეს. მე მათ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებ. მათთვის ეს საჩუქარი გამოხატულება იმ დიდი გრძნობისა და იმ დიდი სიყვარულისა, რაც მათ მიმართ გაგვაჩნია ჩვენ თითოეულ მათგანს. თაობებმა უნდა იცოდეს მათი გმირობის შესახებ, თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ დღევანდელი სიტუაცია მოტანილია მათი მხრებით, ბრძოლითა და შრომით. ომის ვეტერანებს ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. გამარჯვების 69 წლის თავი მიულოცეს და მედლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ომის ვეტერანებმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარიც მიიღეს. მოსდოგის ფრონტზე ვიყავი, ტუაფსის ფრონტზე ვიყავი, სამფილ დაჭრილი ვარ, რა ვიცი, ძალიან მაგარი. იყო კოლექტივიზაცია, იყო მუშაობის დიკადა. აბა ომი იყო და ომში ვიყავით ბატონო. გევიმარჯვეთ თქვენ დაბრუნდით. დავიჭერი სამჯერ დავიჭერი. 9 მაისს. კახური ღვინო შემახწერეს, წითელი ღვინო ერთი ჭიქა. დამალევია ლოგინში. ამას თქვი თაბაშში ვიცექი ასე. 10 თვე. და დავჭითო ცოცხალი. დაუბრუნდი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 25 ჭიათურელი ომის ვეტერანისთვის საზეიმო მიღება კონცერტი გაიმართა ჭიათურის კულტურის ცენტრში. ჩვენმა თავდადებულმა მეობრებმა ფაქტიურად მთელი მსოფლიო იხსნეს ამ მტარვალისაგან. პირველ რიგში ყველას მიულოცა დღევანდელ დღეს ვეტერანებს, მათ ოჯახებს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიხარულს უსურვებ. სოფელ ზოთში 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა. 9 მაისის დღის აღნიშვნა ზოთში არის ტრადიციული. ამ ტრადიციის მიზეზი იზგლახავს, რომ 561 ვაჟკაცი წავიდა ჩვენი სოფლიდან დიდ სამამულო ომში. აქედან ნახევარზე მეტი ვერ დაბრუნდა. არის ისეთი ოჯახები, საიდანაც 4 წავიდა, 3 წავიდა და არც ერთი არ დაბრუნებულა. ყავს დიდი სამამულო ომის გმირი სერგო გედევანიძე ჭიღლაძე. დიდების მემორიალი გაიხსნა წელს საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში. მემორიალი შინ მოუსვლელთა სკვერში მდებარეობს. სწორედ აქ შეიკრიბნენ 9 მაისს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ის ვეტერანები, რომლებსაც ჩვენ დღეს საჩუქრად გადავცემთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითოეულს 500 ლარს, ასევე სახელმწიფოდან ისინი მიიღებენ 1000 ლარს საჩუქრად ერთჯერადად. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მათ დაურიგდებათ შესაბამისი მოწმობები და შესაბამისი ორდერები. მე მინდა ამ ადამიანებს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვო და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ
რომ მათ თავი ფაქტიურად შესწირეს იმ ბრძოლას, რომელმა ბრძოლამაც ფაქტიურად მოგვიყვანა ჩვენ დღემდე, რომელმა გამარჯვებამაც. ყველა ჩვენთაგანისთვის საზეიმო დღეა და განსაკუთრებით იმ ვეტერანებისთვის, რომლებიც შემოგვჩნდნენ და ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას იმდენად, რამდენადაც მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ თავის დროზე და ეხლაც ფაქტიურად მათი წყალობის ვართ ამ ქვეყანაზე. ამიტომ ღონისძიების მხატვრულ ნაწილზე სავანის, არგვეთისა და მიმდებარე სოფლებში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა იზრუნეს. დიდების მემორიალის გახსნის შემდეგ ვეტერანებისთვის საგანგებო კონცერტი გაიმართა. აი ამ ბაღში ეხლა სადაც ჩვენ დგავართ, თითეული ნაძვის ხე თითეული შინმოუსმნელის სახელს ატარებს. მოწიწებით ის ოჯახები, ვინც ამ მის სახელს ატარებს, შინმოუსმნელის სახელს, მისი ოჯახები ულიან თითეულ ნაძვის ხეს და ეფერებიან. ვეტერანებმა საჩუქრები როგორც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს. 17 წლის გამიწვიეს ჯარში. 53 წლიდან 8 წლის ნახევარი ვიყავი მოწინავე ხაზზე ბუქთან დევიჭერი და იმის შემდეგ დამაბრუნეს და ვიწვალე და არჩენი არაფერი არ მომაყოლოს. 3 წელიწად ვიყავი ომში, 3 წელიწად. Военно-санитарный поезд. Ჩვენ დავდიოდით მთელი ფრონტზე. ვაგროვებდით დაჭილებს და ვიყავდათ მე მაშინ დილს მაშინ ნაფტილ. დამთავრებული მაქვს ალმატის სამხედრო აკადემია. თანამდებობა ხონა ასეულის მეთაური. პირველი ბრძოლა შემხდა მოსკოვში 41 წლის დეკემბერში. იქ არ დავჭირვა, საღად გამოვედი და ბოლოს დავიჭერი ლენინგრადის მისადგომებთან. ბევრი რამე განახდა, რომ ფეხი შემენარჩუნებია. თითქმის მთელი წელიწადი ვიწექი ჰოსპიტალში. დღესდღეობით ახლა დღეს მაგალითად მოხარული ვარ, რომ მთავრობამ გავიხსენა. ფულადი დახმარება მოხდა, რომელიც ნამდვილად გვჭირდებოდა, რა ვიცი, ნამდვილად. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ომის დღეების გახსენება უჭირთ და აცხადებენ, რომ ომის საშინელებამ მსოფლიომ არასდროს აღარ უნდა გამოსცადოს. ჩვენი შემდეგი სიუჟეტის გმირის სამთუელია ნახეთ სამთუელის რთული და საინტერესო გზა ზეინკლობიდან საწარმოს სამეთვალყურეო საბჭომდე. სკოლის დამთავრების შემდეგ გამამდიდრებელ ფაბრიკაში მუშაობა მუშად დაიწყო. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი შუქრუთის მაღაროზე წვლის უფროსად დაინიშნა. აქედან დაიწყო სამთუელის მძიმე პროფესიასთან გამკლავება. შემდეგ იყო ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორის მოადგილის პოსტი. მოგვიანებით ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მისი გზა რთული, საინტერესო და ყოველთვის საპასუხისმგებლო იყო. დღემდე ამ გზით სიარულს ამჯობინებს ლეო გამყრელიძე. მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის და ჩემი მშობლების, რომ შემოყვარეს შრომა თავიდანვე, მაგრამ უფრო მეტი მადლიერი ვარ თვითონ ჭიათურის. როცა ფაბრიკაში მუშად მუშაობდი, იქ ჩემზე გამოცდილი ზეინკლები, სხვა დარგის სპეციალისტები მუშაობდნენ და მათთან ვიღებდი მაგალითს. შემდეგ როცა ხელმძღვანელი გავხდი, მიუხედავად ამისა, რომ ხელმძღვანელი ვიყავი, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი მუშათა კლასი გვყავს და გვყავდა კიდევ უკეთესი. და იმ მუშათა კლასი არა მარტო თავის სპეციალობაში იყო წარმატებულები, არამედ როგორც ადამიანები, ჩამოყალიბებული ხალხი იყო და ყოველთვის ფიქრობდი, რომ არასდროს ისეთი ნაბიჯი არ გადამედგა, რომ ის შემარცხენდა ჩემს შრომელებთან, ჩემს მუშათა კლასთან, ჩემს მეგობრებთან. ასე იყო, ხელმძღვანელ თანამდებობაზე როცა ვიყავი, მაშინ უფრო გამოცდილ ხელმძღვანელებს უგდებდით ყურს. ლეო გამყრელიძეს წელს 70 წელი შეუსრულდა, ამბობს, რომ ქუჩაში გამოსვლისას ხალხის სითბოს და ყურადღებას გრძნობს. მეგობრები მას განათლებულ, გაწონასწორებულ და კეთილ ადამიანად ახასიათებენ. როდესაც არ გეშინია შენი წარსულისა და პირიქით გინდა, რომ შენს მეგობრებთან, შენს ახლობლებთან წარსდგე ისე, როგორც ღირსეული ადამიანი.
ამაზე მეტი ბედნიერება არაფერი არ არის. არ არის საჭირო და არც კიდე ასეთი არ ყოფილა არ ჩემი ცხოვრების მანძილზე რომ გინდა თუ არა ქონებას გამოვკენ რაღაცები ჩემი პირადული ისე მომეწყო რომ უზრუნველყოფილიყო ჩემი ცხოვრება არავითარ შემთხვევაში ეს არის ჩემი ლამაზი ცხოვრების ასე ვთქვათ გვირგვინი იმისა რომ ხალხი გეფერება ხალხი შენს გვერდით არის ხალხს უნდა რომ რაღაცნაირად სითბო გაგიზიაროს და მეც ასე ვიყავი მთელი ცხოვრება ეს გაძლევს სტიმულს ცხოვრებისა ეს გაძლევს იმისა რომ იყო მაგალითი მომავალი თაობისა ბავშვობა ერთად გავატარეთ შემდეგ მაღლესი სასწავლებელი მეგობარზე შეიძლება მეტიც იყოს მისი თანადგომით გვერდზე დგომით უაღრესად გაწონასწორებული ადამიანი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს შეუძლია ესე ძალიან როგორ გითხრათ მინიშნებითაც მიგანიშნოს თუ რაიმე ის სწორად არ ხდება სამეგობროში ან სამსახურში ან რაღაც საკმაოდ ჭკვიანი კაცია და სიყვარულს იმსახურებს ნამდვილად 28 წლის ასაკში ის გულიკო გერსამიაზე დაქორწინდა. გულიკო მაშინ გერმანულ ენას ასწავლიდა. გულიკო გერსამიას თქმით 42 წლის ცოლ-ქმარი არიან და ემაყება რომ ლეო გამყრელი ძის მეუღლეა. ძალიან კარგი პიროვნება, ძალიან ისეთი დადებითი, კარგი ურთიერთობა გვაქვს, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ნუ რა ვიცი რაც შეიძლება რომ იყოს ოჯახი. მტკიცე ქონდა თანამდებობებიც ცოტა ისეთი დაბალი საფეხურიდანაც დაიწყო მე თანდათან და აი დღესაც ახლა რო ხვდებიან მეგობრებია ნათესაობა მეზობლები თუ აი ისეთი ნაცნობი ხალხი აი ამ ქალაქის ჭიათურის ყველა ძალიან დადებითად კარგად ახასიათებს და როცა ყავს აი კარგი პიროვნება გვერდით დგას შენთან ყოველთვის და ეს რა თქმა უნდა ამაყი ხარ მაშინ ხალი რომ ყველაფერში გვერდით გიდგას, მხარში გიდგას და ჭირია თუ ხინია ერთად ვიზიარებთ. მოსიყვარულე მამა და ბაბუა ასე ახასიათებენ მას შვილები, ის ორი შვილის მამა და სამი შვილიშვილის ბაბუაა. მამა არის ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე, როგორც ოჯახისთვის, ასევე გარშემოყოფი ხალხისთვის, მეგობრებისთვის, ყველასთვის ძალიან კეთილი, ძალიან შრომის მოყვარე. და მართლა მიამაყება რომ ის ჩემი მამა. ყოველი მასთან ურთიერთობა გასახსენებელი მომენტი არის, მაგრამ მაინც იმას გავიხსენებ, როგორც ახალგაზრდა ადამიანი გავიხსენებ როგორ მასწავლია ის ყველაფერს იმ კაცურს ასე ვთქვათ და ადამიანურს, რომელიც მე დღეს შევისწავლე. მან მასწავლა ვენახს მოვლა, მან მასწავლა მანქანისტარება თუნდაც ეს თავის დროზე განიჭებდა ძალიან დიდ სიხარულს. ლეო გამყრელიძე ამჟამად შეპესე პროფიუნიტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია. კულტურის სახლში სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საანგარიშო კონცერტი გაიმართა. 2014-2015 წლის წარმატებები და აღიარება, რომელიც მიღწეული წარმატებების თანმდებია. კულტურის ცენტრის დიდმა საკონცერტო დარბაზმა სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მიერ ორგანიზებულ კონცერტს უმასპინძლა. საღამოს სკოლის დირექტორმა ლუდა ნადირაძემ გახსნა და მსმენელს 2014-2015 წელს სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებები გააცნო. ლევანდელი წელიწადი როგორც ასეთი ქონა ძალიან შემოქმედებითად აქტიური წელიწადი საქართველოში ჩატარებული კონკურსსა და ფესტივალებში თითქმის ყველგან მივიღეთ მონაწილეობა საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მივაღწიეთ. ლევანდელი წელიწადი დაწყებული ნოემბრის თვიდან მივიღეთ მონაწილეობა მეოთხე ეროვნულ კონკურსში, სადაც ორი ლაურეატი ყავს, ნინო ცუსკირიძე და გულიაშვილი ნინო. ასევე სამი დიპლომანტი, ეს იყო სერიოზული კონკურსი, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი. ღონისძიებაში სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ, ძირითადად კი სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში გამარჯვებული და ლაურეატი ბავშვები. ჩვენ ვიყავით რეგიონების კონკურსზე და იქ ავიღეთ პირველი ადგილი. შემდეგ წავედით საქართველოს მასშტაბით კონკურსზე და იქიდან ჩამოვიტანეთ პირველი ადგილი.
და ეს სასიამოვნო არის. ჩვენთან ბევრი წარმატებული, კარგი მოსწავლეა, შრომობენ პედაგოგები, ძალიან დიდი ძალისხმევა არის, ძალიან დიდი შრომა ამაგია ამაში ჩადებული და ვიცი აბა შედეგებიც არის. შევასრულება ჟარზარაშვილის ხორუმი, წარმოადგინე კონკურსზე მომავალ ვარსკვლავები, მართალია ვერ გავხდი ლაურეატი და ვერ წავედი კონსერვატორიაში, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. ღონისძიება სამგზის ლაურეატ სამუსიკო სკოლის წარმატებულ პიანისტს ნინო ცუცქირიძეს მიჰყავდა. დღევანდელ კონცერტზე გამოდიან ლაურეატი ბავშვები და წარმატებული ბავშვები, რომლებმაც კონკურსში მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას და ამ კონცერტის წამყვანი ვარ მე. და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია, რადგან ძალიან მიყვარს ზოგადად ესეთი რამეები და ძალიან გამეხარდა, რომ ესე მასწავლებელმა სიურპრიზი გამიკეთა. ძალიან კარგი იყო, ჩვენი სიმღერაც ძალიან მომეწონა და ყველა დაკრული მომეწონა. საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიის წევრმა ვალერი კაპანაძემ სამუსიკო სკოლასთან დაკავშირებული გეგმები გაგვაცნო. მისი თქმით, სკოლის შენობის პროექტირება ტენდერზეა გასული. ძალიან სასიამოვნოა არის ის ფაქტი, რომ ქალაქ ჭიათურაში ასეთი დონე არის ზოგადად კულტურის ავსტრალიის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლას წელს ვაპირებთ, რომ გავუკეთოთ რემონტი. გასულ წლებში გაკეთდა გათბობა, შემინვა, გადაიხურა ახალი სახურავი გავუკეთდა და წელს უკვე ძალიან მოძველებული რემონტი და აი ამ რემონტსაც ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ. ეს ბავშვები, ეს პედაგოგიური კოლექტივი თავიანთი მოღვაწეობით იმსახურებენ ნამდვილად ამას და წელს იმედია ამ ზაფხულში ეს ყველაფერი მოესწრება, გაკეთდება და ისინი არის ჩვენი სკოლის წარმატებული ბავშვები და ეს მარტო ჩვენი ქალაქისთვის კი არ არის მოსაწონი. ეს ამათ დაუკრავთ კონსერვატორიაში და სხვადასხვა უფრო მაღალ აუდიტორიაში. ზოგადად კლასიკური მუსიკა მიყვარს, მაგრამ არც ისე ვერ ყვევ. მიუხედავად ამისა, დღევანდელმა კონცერტმა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო დაბეჭდილება დატოვა, იმიტომ რომ არიან ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები და უკრავენ შესანიშნავად. როგორც ჩანს, მასწავლებლები ძალიან კარგი ყვარენ, იმიტომ რომ მართლა მოქმედებს ესეთი მუსიკა. მომწონს. წარმატებები სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლას ბოლო 1 წლის მანძილზე მართლაც მრავლად ჰქონდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ წინ ელოდება. 30 მარტს სამუსიკო სკოლის 11-მა მოსწავლემ კონკურსის მომავლის ვარსკვლავების გალა კონცერტში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვა, რომელიც კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 14 მაისს გაიმართება. ასეთი იყო ინფორმატორი დღეისათვის. დღისა და კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალი ამბები ინფორმატორის ჟურნალისტებთან ერთად ვლადიმერ ჯაოშვილმა გაგაცნოთ. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.